მოგესალმებით მეგობრებო და ჩვენ გვაქვს ეთერში აჩიკოს მორიგი შოპინგი რაში დახარჯა აჩიკომ ფული, რომელსაც გადაცემის სახე მივეცით. აჩიკოს ისა ხო დღეს შოპინგის რაღაცეები. ეს ჩამოსთან. ჩაუტეგა დაცხეფლეისა. აი, מחარ, დღეს უნდა გამოიცნო უცნაური ნივთების ფასები. 2000 ლარი გაქვს ყველაფერში გადახდილი. უცნაური ნივთების ფასები უნდა გამოიცნო. მოდი, წარგიდგენ ჯერ ნივთებს, რომ მიდი. შეგვიძლია და მინდა ჯამური ფასი ეს მიმაქ და ეს მიმაქ. ნელ-ნელა დავიწყოთ და შენ მიგაქ ეს და ეს. რომლის ისტორია გაინტერესებს, მითხარი და მოგიწევ. ეს არის מחარ ორჯერ გამომწვარი ხელნაკეთი კერამიკის, ორჯერ გამომწვარი არის. ხელნაკეთი კერამიკის ზარდახშა, რომელიც გამოიყენება შესანახად სამკაულების. კუებით არის მოპირკეთებული. შეგიძლია სახე მიიტანო ახლოს, რომ ფოკუსება გაასწოროს. აი ეს. ხო. ესა ნაღდი არის. სად ვიყიდე გეტყვი თუ გინდა. ეს ხელნაკეთი რა თქმა უნდა, ლოკოკინის ჯავშანი ნამდვილი არის. ეს ვიყიდე მეგრელები რო არის რესტორანის სანაპიროზე და მაგის მოპირდაპირე მხარეს არის გამოფენასავით რა. ნახატები და რაღაცა ვიყიდება, მანდ ერთ-ერთი ადამიანისგან შევიძინე. აი ამით ვინც არ დალიოს იმას. ნამდვილი ჯიხვის ხელნაკეთი ყანწი, რომელშიც 2.5 ჭიქა ჩადის რა. ღვინა. 2.5? ოი, 2.5. სუის ფილმი მახსენდება ეს. დენზე რომ მიედება, რა ქვია. ესეც იგივე ადგილას არის ნაგები მეგრელების წინ. ამით დავლევ ხოლმე საქართველოსა და გრძელავს. მაგის მუღამი რა არის? ნახე, ხელში ჯდება ზუსტად წეს. ნახე, არა ნახე, პირიქით. არა. ოღონდ მე პირიქით. ეგრე ოღონდ პირიქით. არა, ყანწი წინ იყოს შეჩემო. პირიქით. არა, ბიჭო, იმას მოკიდე. აი, ესე ხო არა? არა, შეჩემო, ვერ. აი. კატელო. ვა. აი ხლა მე მithana ქნება გაუყარო. ეს ვერცხლი არის, ალბათ. აი ეს რა არის? თუ გინდა ამოიღე გაეცანი ნივთს და მე ისტორიას მოგიყვები. აუ, შენი დედა გეტყვი. ეს არის ვიეტნამიდან გამოგზავნილი ნამდვილი ვიეტნამური არაყი, რომელიც ისვება. და თავარი საინტერესო რაც არის ამ არაყში, ამოიღე და მაყურებელი მიხვდეს. სულად გავხდი შეჭი. სამი სახეობის გველი არის. რა მოძრე სამი ზედა. ეს მიმაქ უეჭველი. და ისმება. ჩვეულებრივად შეგიძლია. სადა რაც მინდა ამის დალევა ამის დედა კვეცი. არა მოხდეს შვილები. ესა. ფიჭო, არა ფუჭდება? 3 გველი, 4 გველი არის. გველებით გავს ეს ბიჭო. დალე. მაგრამ ეს რო გავს შეიძლება გაფუჭდე. ის ნახე დადის ეს დედა. აუ ამის დედა ეს მინდა უეჭველი. პრინციპი იგივე იქნება თამაშის, מחარ რის ფასსაც გამოიცნო. ეს სად იყიდე შენ დაგრჩება, რასაც ვერ გამოიცნობ, ჩვენი ოპერატორი დავითი წაიღებს სახში, მე შეგიძლიათ ბარტერები რაღაცები. შემდეგი ნივთი რომელი გაინტერესებს? აღარაფერი შეჭი. აი ეს შემოატრიალე, ყოისა, აბა, ჩარჩო. ესა? ხო. ეს არის იშვიათი ჯიშის მთის პეპლის საკოლექციო ნიმუში, რომელიც დამბერი. ოკეი. ზუსტბას, მიდი ხო. გეკნება, არა. დავიწყოთ. ფასი დაახლოებით თუ გინდა გაარტყი რამდენი დამოჯდა ყველა. ეს 2000 ლარი. ჯამში ფიქრობ რომ ხო ეს თამაში ნაწილი არ არის, ეხლა დაგიკიდებთ ფასებს და უნდა შეუსაბამო ფასებს. რამდენი დაგიჯდა? ხელში გიჭირავს מחარ იშვიათი Rolling Stones-ის ორიგინალი ვინილი. 200 ლარი ალბათ. ხო, არის. ხო. და ნახატზე გაინტერესებდა. ნახატი არის. არა, დაწერია უკან. ხო, ქართველი მხატვარი არის. რუსულად დაწერია. ბუძემ. გურდო. ქართველი არის, როგორც ვიცი და არის მე დეტალს ვერ გეტყვი. გუდიაშვილის ნახატი მოიტანე შეშენ. აუ. ეხლა იმედია მიხვდები, მაგრამ ფრთხილად მოეპყარი რაღაცებს, იმიტომ რომ ზოგი ნათხოვარი არის რა. ოღონდ ვერ გეტყვი რომელია ნათხოვარი. და შეგიძლია მოათავსო კიდეში ბოლომდე.
შეგახსენებ ჯიშსაც გეტყვი რომ რამე არ შეგეშალოს ეს არის იშვიათი ჯიშის თის მეკიდია მანდიდო პაპილიონიდაე ხო კი პაპილიონიდაეს კი ბატონო მაჩკო რომ არ ეცადო ჩემ გადაფიქრება ძალიან გთხოვ რასაც გამოიცნო შენ გრჩება რასაც ვერა დავიცეს მე დავიცესთან გამავკვევდი ნახვი პროსტა მითხრა ეს ნახირავები თუ არა გთხოვ არიოს 40 ლარი ლობსტერი 40 ლარია ორჯერ გამომწვარი მაგ კათხაზე არ გიკითხავს. ხო და ეს კათხა რა არის ხა? ეს კათხა არის საკმაოდ ძველი ანტიკვარული, თავისი ბიჭო, ნუ ცდილობ. არა, მართლა სერტიფიკატი მოყვება, ნახე ავთენტურობის შიგნით დევს, რომელიც გამაფრთხილეს რო არ გადააგდო და თავისი ნომერი აწერია, მე რამდენე არის გამოშვებული. 892. 892 ცალი არის ეს გაქვს ნახირავები. და ეს მნიშვნელოვანია რომ არ გადავაგდოთ. ეს არის ნახირავები. კი ბატონო, ეს 40 ლარი არ ეღირება. ბიჭო 40 ლარი რა ღირდა? აი ეს ამაზე ძალიან ყალე. ეს არის ორმაგი გამომწვარი რაღაც იბაზრე ხა ამაზე და ეს ხა მასალა არის ლატუნი და რაღაცა და არ ამგონია. ეს არის 40 ლარიანი რა. 56 რა არის. 56 ლარი. აბა სხვა რანაირად შეიძლება რამე ღირდეს აქ 56 ლარი ბიჭო. რა ხელმოწერა და რაღაცები რო გავეგო რომელი იყოს სწორი მხარე. ხოდა მეც ვანგიტ დავით კიდე კაი შენი ხარ ისმის מחარას შევახსენებ რომ ძალიან ბევრი ხელნაკეთი ნამუშევარია და ცუდად კარგია რომ არ ხო ბაზარია რა არასწორი კიდევ საჩი არა თვალი ცხვირი პირი კაცო ჩანს ძალიან ლამაზი ნახატი არის მართლა ძალიან საინტერესო ბევრი რაღაც ჩანს აი სიძვა ჩანს მართლა ძალიან ყაყაჩოები ჩანს ყაყაჩოებს ხედავთ თუ ვერ ხედავთ ეხა დავინახე შენ ეხა დაინახე ო შენ ხო ისე რო ვარჯიშობ შეიძლება ტვინინგი პატარავდება შეკეთე 56 ლარი ბაზა 40 აი ვიღაც დამიხედეთ კი ეს 56 ლარი ხო არ გიტყოდა ბიჭო ჰა კაროჩ აი ეს იყოს აი სიროპა რა 80 აი ხა უკვე ავედით 80 ლარი აი ეს ბიჭო აი ეს გამაგებინა რა ღირს მაყურებელსაც ვეთყვი დღეს დამეხმარე არც ოპერატორისთვის და არც ჩვენი გრაფიკული დიზაინერისთვის რომლებიც ესწრებიან ამ გადაღებას არ მithქოს ფასები იმიტომ რომ ესენი წნეხის ქვეშ ექცევიან და თვალებით ანიშნებენ ხოლმე מחარას ასე რომ מחარას არანაირი შანსი არ ექნება ერთ-ერთი დახმარება მითხარი რომ აი შუიდან ეს იქით არის თუ აქეთ არის არ პროსტა ეგ მითხარი ვერაფერს ვერ მიიღე ერთი ეგ მითხარი რომ აი შუა ფასებიდან იქით არის თუ აქეთ არის მე გულშემატკივრობ ჩვენ ოპერატორს რომ ბევრი რაღაცები დარჩეს დავით მაგრამ მართლა შენი არის ხა რასაც ვერ გამოიცნობ შენია და მე არ იმას ქნა ფასი დაუწესე თუ შენ იდი ნახვი მე გავარკვე დავით მახარ 80 ლარი რომელი აუ ბიჭო აი ეგი ოის რატომ გონია ეს თო მაშინ 100 ლარი გირდა დიდი ლობსტერი რა რომ გამოვიძახეთ შემწვარი და ამაზე პატარა იყო მე მგონი ხო და ეს ახლა 56 6 ერთ-ერთი წონით რო არის მაგიტო ვიძახი 56 ყიდეს თორე 170 ლარი მაინც უნდა ყიდეს ეს დედამალი ეს რა მაგრამ 56 ლარი რა ღირს აქედან ბიჭო ნახატი ხელნაკეთი ჯიხვის ყანწი რომელიც გონია რომ 80 ლარი ღირს რა მეტი არ ვიცი შენ დადე მაგ ადგილას და გავახმოვანე ხო ნუ ახმოვანებ იდი ნახვით ხო გითხარი არა არა ძალიან სიჩუმე არის პროსტა არა გავიგე იმიტომ რომ ესე დუსტია აი ეს რა ღირს ბიჭო ეს მე რა ვიცი ქართულმა რა დაადო თავის ნახat შეჩემ ახლა მე რომ მითხარ რომ იყიდეო მე 1000-ს გადავიხდიდი ამაში იმიტომ რომ ესმის რა მხატვროა მაგრამ ამ კონკრეტულ შემთხვევაში 100 ლართან რომ დავდო თუ შეიძლება რა რა იღი 100-ზე მეტი იღირება 56 რა უნდა ყიდეს შეჩემ ბიჭო რაღაცა ისეთი უნდა იყოს რომელიც მაღაზიის ნივთია ესა ხო ეს რა 56 შეჩემა ანუ 50 ღირს ეგ თევზის ბაზარზე უმი 56 ვერ ეღირება მე ეგრე მგონია ვერ ეღირება ხო აბა რა ღირს 56 წონით არაფერი არ არის დავით მე შეგახსენებ რომ აუცილებლად შენ ზურგზე გადატყდება ყველა ჯოხი რომელსაც מחარა
აცილების შემთხვევაში. შენით. მალუშის აკორდეონი. არეულია. მაგ აკორდეონზე გამახსენდა კალა, რომელიც პოდკასტში ძალიან გაერთობა მაგითი და აქედან მიულოცოთ ლაივი დაიწყეს ერთკვირიანი და მოუწოდოთ. მახა გაფუჭებულია. თუ შეიძლება ერთი წამი რომ მაგას ვერ გამოვხდათ ჭტებსელიდან მახა რომ გავაჩეროთ. გაფუჭებული. გისმენთ, მე ბიჭო, ინსტინქტების დონეზე გაქვს მე შალახოს ყველაფერზე შეუულია დაკვრა. იცით ყავიმაზე უკრავს ტელეფონზე დარეკვის გილაკები? გასროლი პიზდე. მართლა საჩქარი მოსაწავეთ ფორმით. შტარნბერგერი, საიდან აჩიკო? მაგრამ მევასება ეს. აქაც ხო მაგარია და იქ. ეს არის შტარნბერგერის ფესტივალი არის ბავარიის ლუდის ფესტივალი, რომელიც 4 ქალაქში გაიმართება. ეხლა უკვე არა, საქართველოში מחარ და ერთ-ერთი არის გორი, ერთ-ერთი ლოკაცია. გორში დაწუნებულები ხარ. გადაწყვეტილია რომ გორში უნდა იყოს. გორულად. აი, გორში ტარდება 31 მაისს. ბავარიული ლუდის ფესტივალი. 31 მაისი 17 საათზე გორი კულტურისა და დასვენების ცენტრში. მანდა სუსმამიდის ხომ ისე დაცა, რო გითხრა ვეღა. გორელები მაგაზე კულტურისა და დასვენების უყევთ არა. მაინც მამიდის მანდა 17 მაისამდე და 17 მაისის მერეც იქნება. რა დაგხვდება? უგემრიესი ლუდის მენიუ. რა შედის მენიუში მითხარი, აბა? მე მაგრამ მევასება, ნეკნები არ არის. მართლა. თქვენა წვავთ? აუჩ, კი ჩამოვიძენა ეს თვალგორელებს რა გაუძლებს, თორე უგემრიესი ლუდის მენიუ გუფილენდის კონცერტია, სახალხო აქტივობები და თამაშები. გორელებო, აქედან მოგმართო. არ შემაცხვიდოთ. თამაში ნიშნავს რომ წააგებსო, მორჩა, წააგე და მორჩა. თავიდან დამსვი მე ვიზავ მაგასა. მთავარი რა თამაშდება? თავარი პრიზი მიმიყვანე იქამდე? მოგზაურობა ბავარიაში. თქვენ თუ გეცლებათ, მე შემიძლია მეც წავიდე ბავარიაში. რამდენი საგზური გათამაშდება? 4 საგზური გათამაშდება გორში. 1 კაცზე თუ 4 კაცზე? თითო ქალაქში, ანუ გორში მოიგებს 1 კაცი თუ 2? 1 კაცი მოიგებს. და 4 კაცს გაუშვებენ. გურჯაანელი, გორელი, მე მიდიან ბავარიაში. რომ ითხრა. ზუგდიდელი, აი ანეკდოტი შეგიძლიათ დაწეროთ, ხო, რა? ზუგდიდელი ის ნახე თვალები რომ გაუნაცო და იქიდან ხარეს მოიგოს. ზუგდიდელი, ქუთაისელი, კახელი და გორელი მიდიან ბავარიაში. მოგებული პრიზით. გაგრძელება იქნება. გაგრძელება იქნება, რომ ჩამოვლენ გეტყვით, გაგრძელება იქნება რა. აი, მოკლედ 31 მაისს 31 მაისს 17 საათზე დიდი ამბები არის გორში. შემდეგი იქნება კახეთში ალბათ. გურჯაანი იქნება, ეს ვიდეო რა დაიდება უკვე გურჯაანში. გურჯაანში იყო, რაში შემდეგი იქნება გორი და მე დასავლეთისკენ მივემართებით. ალბათ ქუთაისი, ზუგდიდი, ხო? შვენიერია, მე მიყვარს ძალიან. აი, იქაური ლუდის ფესტივალებზე რომ ყოფილვარ, ფესტივალები არც არის საჭირო იქ. პროსტა რომ მიდიხარ ეს პონტი ძალიან ასწორებს რა. ქუდი, ერთი ქუდი დავსე. არა, ჯერ საჩუქრები ისავქარ. ეხლა მე აქ მწვანეთ არაფერი ანათებს ჯერა. ჩემთვის საინტერესო რაც არის, გაი. ეს არის ბავარიული ქუდი, რომელიც ეს ცდილობს ევროპა, აი. ცოტა გენგალფსაც გავხარ. გადაჯიშებული ხო ვარ ეხა? ცოტა მიხდება? მე შენ გადაჯიშება საყურიდან დაიწყო მაგარ ქუდი. სადა მაქვს საყური? აჩიგო კი არა ვარ. თევზი არა, ის ხო გვაქვს ლობსტერი, ეხა გაუშვა დაბადების დღის უფრა. ვინს
ბავარიული გემოიგზნობა. მინდოდა რომ გადამესხა უცხო ეგრეს ვავენ, გაიგე. მადლობა შტაინბერგერს დაუბრუნდეთ. რას? შტარნბერგერს. და ვერ გავიგე და შენ არ გაიგე? გონელებო, უფასო ლუდებიც იქნება, თამაშების დროს ბევრი ლუდის დალა ზედგანასხმაც იქნება ყო. სადამდე ჩაგეტევათ იქამდე სვით. ზედმეტად რო არ დალიოთ, ძალიან აქ თხოვთ რა. 17 საათი. წესით მზე არის მაგ დღესა და კაი ამინდი ემთხევა, ჰა. მეთქე მასოს პერაშკებზე ვცემეთ ერთმანეთი, ვიღაცა ჩამოვიდა ეგრე ბავშვობაში. და პერაშკები დაარიგეს, ბიჭო, არ ვიცი, რატო დაარიგეს. აი ხო შეიძლება ლუზი და კოკა-კოლა რაღაცა დაარიგო. პერაშკი რა დასარიგებელია და ესე აცხობდნენ ზეთშია პერაშკები, ესე ყრიდნენ ბიჭო ბავშვებში. და 4 წელი ერთად გადააგდეს თუ რაღაცა. რატო რომ დავიჭირეთ, აი როგორც ხდება ხოლმე, გაწყდა. აუჩი. სკოლის ბავშვი იყო დავხოცეთ ერთმანეთი პერაშკის გამო. აი შევჭამე. აი, ერთ მინიშნებას მოგცემ, ახლა რომ ლუდის კათხა სპეციალურად ამ ინტეგრაციისთვის მოვიტანე, ბავარიული ლუდის კათხა არის, შეგიძლია არ მიაღებინო მონაწილეობა ფასების გამოცნობაში, დანარჩენი ნიუთები უნდა შეუსწავლო ფასებს. მოიცეთ, ეს ეხ დავიწყოთ რა. ესა ვინ არის? ჯიპსი კინგი, ჯიპსი კინგი რა. 100 ლარზე მეტი ეღირება. ვინ არის ჯიპსი კინგი, შეჩემო? არა, გავიგე, მაგრამ ეს როლინგ სტოუნსია. რა მისულა ჯიპსი კინგი არის რა. ეს ღირს 80 ლარი, სად დავდო? კაზინს გიდევს, ყანწი გიდევს ახლა 80 ლარზე. ხო. ესა 80 ლარი, 100 ლარი, 120 ლარი. არა, მოიცა რა 100 ლარი, 120 ლარი. ზარდახშა დევს 100 ლარზე ახლა. ხო. 120 ლარზე დებ ყანწს. 80 ლარზე. ეს. ეს 250. მოიცა. ეს გინდა 100 ლარზე, ხო? და ეს გინდა 120 ლარზე, ეს. ესა 200 ლარზე. ეგ 200 ლარზე, 170 დაგჭას არის. აი ეს 170-ად იყიდე. და ეს არის აი ეგ. თავისუფალი ადგილი დაგჭა მარტო 40 ლარზე. აი ეს. საბოლოო განლაგება არის, ხო? კი. ყველაფერი ჩანს პრინციპში კარგად. ეგ არის. და ჩვენ რო გველიანი ის ვიყიდეთ არაყი. ჩვენ ამის საშუალება არ გქონდა. თუმცა ბეტსონ სპორტმა ეს ყველაფერი გააკეთა. დიდი მადლობა ბეტსონ სპორტს ამისთვის. სპორტული აპლიკაცია ბეტსონ სპორტზე შეგიძლიათ შეხვიდეთ და მე როგორც ვერ მოვუგე კალას, ისე ვერ მოვუგოთ თქვენს კალას. და ამავდროულად დროზეს ბალიშები. როდესაც მოწევა მოგინდებათ 8 მილიგრამიანი დროზეს ბალიშებით, აქ შეგიძლიათ ჩაიდვათ პირში და ნიკოტინის მოთხოვნილება გაიქროთ. ევროპროდუქტში იყიდება და ის არის ევროპის მე არის ეფროვი რა, აი ეგ ევროპის რაღაცა აქვს. დანარჩენი შეგიძლიათ რომ თქვენით დროზე დაანებოთ თავი სიგარეტის მოწევასა. სწორად გილაგია 9 ნივთიდან 4. რომელიც შენ დაგრჩება, მაგრამ გადაანალაგების უფლებას მოგცემ. იდოს. იდოს როგორც არის? დარწმუნებული ხარ? კი. ყველა ნივთი რომელიც არასწორად გიდევს. კაი, კიდე ერთ მინიშნავს, რომ ცოტა გადმოალაგო. იმიტომ რომ სწორად რაც გილაგია, დაბალი საფასო კატეგორიაა? დაახლოებით, ხო. დაახლოებით ეგ არის მინიშნება. ეხლა რამდენი მაქვს სწორი? არა, ყოველჯერზე ვერ გეტყვი, ერთხელ გადალაგების უფლებას მოგცემ. ესე. ერთხელ გადალაგების უფლებას. რამდენი მაქვს სწორი, მიდი. ეხლა სწორად გაქვს 5. რანაირად? 9-დან 5 გაქვს სწორად. და აქედან უდიდესი უმრავლესობა დაბალფასიანები. 4 იყო ზეღანდა, ეხლა 5 გახდა, ანუ აქედან რომელიღაც არის სწორი, ხო, ანუ 250 ლარი ეს, კაცი, ეს დაემთხვა. ეს უნდა შევცვალო. აკორდეონი ძვირიხის. მეტი გადაანაცვლების უფლებას აღარ მოგცემ ახლა, ოი, იმიტომ რომ საბოლოო არ ჯამში. ვიცოდი. არა, თუ გინდა შეცვალე. კაი, რამდენია აბასწორე მითხარი? ოღონდ აღარ გაძლევ მეტი გადაანაცვლების უფლებას რა. ეხავე გეუბნები წინასწარ. ხო? მიდი. ეხა მიუყვეთ ფასებს. უიშვიათესი ჯიშის მთის პეპლის საკოლექციო ექსპონატი. ნიყრია შეჩემა ეგენი. რომელიც 20 ლარზე სწორად დევს, ეს ვიყიდე შრალხიძე და ბევრი მსგავსი იყო, 20 ლარი არის სწორი ფასი. არ მეგონა, მაგრამ ეს საკმაოდ სიურეალისტური და საინტერესო ნახატი, რომელმაც დამაჰიპნოზა და ეს ჩამithრია და რაღაცნაირად. კი, ჩაგითხრა. მართლა საინტერესო ნახატია, სწორად 40 ლარი ღირდა და შენი არის, შეგიძლია.
შეგვიძლია საძინებლოს დაიკიდო და გააფორმო ნებისმიერ ინტერიერი. ასევე მართლა არ მეგონა რომ გამოიცნობდი lobsters, იმიტომ რომ ჩვენ ასოცლარად გვაქვს ნაჭამი ბევრად უფრო იაფიანი lobsteri. შეიძლება გაიაფთოს. ანუ 56 მარმა მიბიზგა რომ წონით რახან იყო რაღაცა ეს არის. არის პროტეინ მარკეტში ნაყიდი lobsteri, რომელიც 56 ლარი. აუ რა გამოვისა. 9 კილოზე მეტი არის, შეგვიძლია ალექსანდრეს გაასინჯო დიდარი ცხოვრების გემო. 80 ლარი. დავიწყეთ უკვე აცდენები რა. მე გეტყვი რომ ნახე პირველი 3 ხო სწორად გაქვს. ეხა ამის შემდეგ ერთი გაქვს მარტო სწორად. რომელი? მივყვეთ და ყანწი გაქვს აბსოლუტურად არასწორად. რაზე დავდე ყანწი 120 არ მიდე? ყანწი დევს ეხა 80-ზე. 120 უნდა დამედო. ნამდვილი ჯიხვის ხელნაკეთი ყანწი מחარ ღირდა 170 ლარი. ვინილის მაგივრად დადე. ეს ვინილი 170-ზე მედო. ვინილი შეგიძლია სწორად შეუსაბამა 80 ლარზე, იმიტომ რომ 80 ლარი ღირდა ვინილი. ხო ვთქვი რომ 80 ღირს მე. ზმაო შენ იმენა მაშლევინები და. ყველას ბრალი რო. შეიძლება რა. ასევე შემიძლია გითხრა რომ სწორად გამოიცანი ზარდახშის ფასი. ორჯერ გამომწვარი კერამიკის ზარდახშა, რომელიც 100 ლარი ღირს და ამის მერე ფაქტიურად ყველაფერი დავითის არის და ეხა როგორ დაცხა? მაგრამ ამ სიცხის მერე შეგიძლიათ გრის კონდიციონერები მოითხოვოთ, იმიტომ რომ ზაფხული მოდის და სანამ აირი ამინდები და დააჭირა, მანამდე შეგიძლიათ ესე ვთქვათ, წინ დახედულობა გამოიჩინოთ და გრის კონდიციონერები ძალიან კარგ ფასად დააყენოთ. სხვაგან ამ ფასად ვერ იშოვით ვერაფერს. ერთ-ერთი კომპანია ალბათ რომელზეც არ დაგჭირდებათ გარანტიაზე დარეკვა, იმიტომ რომ 5 წლიანი გარანტია მოყვება. ნუ 5 წლიანი გარანტია კი აქვს, მაგრამ დამიჯერეთ არ დაგჭირდებათ დარეკვა, იმიტომ რომ მუშაობს იდეალურად. ასევე გრიმ ერთი რაღაცა გთხოვა, მაგრამ რომ უნდათ ერთი კონდიციონერის გათამაშება და პრინციპი მოვაფიქრებინოთ, როგორ გავათამაშოთ. შეიძლება ვიდეოს ფორმატი იყოს, შეიძლება კომენტარი და ნავარჩიოთ, შეიძლება რენდომი იყოს სრულად რა. კომენტარებში დავაწერინოთ როგორ გავათამაშოთ. კომენტარებში დაწერეთ როგორ გავათამაშოთ გრის კონდიციონერი. თქვენი დაწერეთ და მოიფიქრეთ როგორ გინდათ რომ გავათამაშოთ. So, მე ამოვარჩევთ კარგი იდეას და იმ პრინციპით გავათამაშებთ. ლოკოკინა. ლოკოკინის ფასი מחარ არის 250 ლარი. ყველაზე ძვირი ამ ყველანი შორის არის ლოკოკინა. 120 ლარზე გვიწევს დადება ესა? რომელიც აი 120-ს გველიდებს რა შეიძლება. არა, შეიძლება. საყურე. აი ეს ვიდეო თუ დააგროვებს 10000 ლაიქს. გალევ შენ. მე და მახარა შენ მე არა. რა ქვია? ეს ვახტანგურად. სად იყიდე ეს? მე და მახარა სად იყიდე შეიძლება. ეს ვიყიდე მშრალხიც. ვიღაცებს სარდაფი გამო. მშრალხიძე თვით არა სასაცილო რა არის იცი მოიცა გეტყვი. ეს გამყიდველი მიმტკიცებს რომ ესაო ვიეტნამიდან არის ჩამოტანილი და ისმებაო და მე ვიღაც მეორე ტიპი მოვიდა და არა რა ისმებაო ეს არ ისმებაო იმაში არის ჩასხმული პროსტა შენახული არ დალიოთო ესო და ეს უმტკიცებს რომ კი უეჭველი ისმებაო და კამათი მოვიდათ მოკლედ მე გამოვეცალე მე წამოვიღე ეს კამათობდნენ კიდე ისმება თუ არ ისმება 170 ლარი מחარ სწორად დევს ყანწი ეგრე არის 200 ლარი ღირს აკორდეონი სწორად დევს არა განმოწია ქორცე და დარჩა 250 რომელიც ლოკოკინა ღირდა. ანუ აკორდეონი მიაქვს. ჯამში არაფერი არ მიაქვს, מחარას გარდა იმისი. პირველი სამის. აჩო. დავით, ეხა შეგიძლია შენ დაუფასო გველის არაყი, რამდენად შეგინდა რომ გაატანო מחარას. რა ფასად მისცემ? წაიღოს მე არ მინდა. აი ეს რომ მიმაქვს მაშინ ამარჩევნეთ აქედან ერთ-ერთი უნდა ავიღო. ეს კაი მიმაქვს, მაგრამ ამ სამიდან ერთ-ერთი უნდა ავირჩიო. აკორდეონი ვერ მიგაქვს, იმიტომ რომ ყალას უნდა მოვასმენინოთ და ვასიამოვნოთ პოდკასტში. მაშინ ისან ესა, ყანწი. დავით რომელი გინდა შენ? ყანწი თუ ლოკოკინა? თუ არც ერთი არ გინდა თქვი და წაიღებს ყველაფერს ხურჯინზე გადაიგებს. რა თქმა უნდა ეგ არის იმისავით არის. მაგნიტი არის შეჭება, სადაც ამეგდი არ ყინა იკრობს მიაკ. ეს გველი მართლა გინდა შეჭემა? ხო. რა თქმა უნდა. სახეოსნოში დავდებ შეჭება. 10000 ლაიქზე თუ ავაის ვიდეო მივხვდებით ისმება. ეს ხანას ვერ ჩამოვიღებ რომ დამჭირდეს. როგორ ამოიღე? ისე მეშინია შეჭება. ეხლა ვაფაქნას უცებ ხო შეიძლება გამოყო. ჯოთა რა მაგარი ჩასადები მოყვება და კობრები რო ამოდიან ხო იცი იმენა ეგეთ ჩასადებია რა. ტურურურუ. მე მაინც გონე რომ აქ ვიღაცამ სარდაფში დააყენა. უეჭველი შეჭება.
მაგრამ ბიჭო რაღაცა ყუსტარულ თავსახურია ყუსტარულად და ვერ მივხვდი ანუ მეორე ეხა მეორე ქონდა კიდე სალამანდერი იყო იმაში და ამასო ქარხნულად ახურავსო სახურავდა ამასო არა აქვს ქარხნულად მეთქი რანაირად ანუ გასინჯეთ მეთქი თუ რაკენით მეთქი და ვერ მითხრა მაგაზე პასუხი რა ყუსტარულად რატო არა აქვს სახურავი ამას რაღაც ფოლგით აქვს ალბათ გადმოსხმულია ბიჭო არ არის ეს ქართული ჯიშის გველი არ არის არა ვიეტნამურია მართლა ხო დეკორაცია ხო არა მეგონი არა დეკორაცია პირია ღია ნამდვილი გველები ChatGPT-ს ვკითხეთ აბა სერიული ხმით გიპასუხოს ოღონდ ამინაზე ეს არის გველის ღვინო snake wine რომელიც აზიური განსაკუთრებით ჩინური და ვიეტნამური სასმელია უსაფრთხოა მაღალ პროცენტიანი ალკოჰოლი ეთანოლი სრულიად შლის და ანეიტრალებს გველის შხამს ანუ ისმე არ ვიცი გულმა რო გიკვინოს მე რომ დალიო ისე წადი ხომიჭამები ჯო გამანები თავი ვა როგორ ვერ გამოვიცანი მადლობა. აიჩი დავით რომელი გინდა ყანწი თუ ის შენ აიჩი მე ვიცი რომელიც გინდა შენ რომელიც ძვირიყის იასნია ის ძალიან ძვირი ამას უნდა ყანწის არება შენ გინდა ყანწი მე ისიც გამისწორდება რომ მანქანაში დავდებ აი რაღაც გინდა არც ერთი არ მინდა აი დავითას მეაქ ორივე მაგრამ ყანწი მინდა ვინილი ხო გაგისწორდება ბოჭორი ვინილი გამისწორდება ლობსტერის ალექსანდრე არ მინდა ლობსტერ გააჯმეინე შეჭმა რა დავითას გავატაროთ ხო დავით ლობსტერ გევასება მე თუზის პროდუქტები აუ გააჯმეინე მაშინ შეიტანა ეგა ნახატი არა შეიყარე ტრაქში ბიჭო ეგ ნახატზე ნუ ამბობ ავედი ვიდეოს დალაიქება არ დაგავიწყდეთ 10000-მდე არა ვიყვანო რა ეგ უნდა თხოვო ეხლა რა ოღონდ 10000 არა ზარი 10000 არ დავლევ გააჯო შენ დალევ ამას ანგურით ორი არა გინდა ვახტანგე თამილური დალიე აგის ამას რა დამალებინებ შეჭა რო დავინახე ცუდად გაქვთ ეხაც ისე ცუდად გინდა ყალასთან დავიტანოთ ეგ ვახარ ეხლა ლაივზე ხო ავდივარ ბიჭო არ მოიწამლო ნუ ხარ აჩიკო ცოტა დაფიქრდი რა ჩაწერა რომ მორჩა ვერ მოითმინეს ბიჭებმა და გახსნა მომდათ არა ბიჭო ისე არის ხო ის რა თუნდოდა ბევრი ჩალიჩები აქვს რა გინდა ამის გახსნა გველი უნდა ამო ტიპი გეუბნება რა მნიშვნელობა აქვს შეიძლება ვაფშე სხვა რაღაც სითხე იყოს ამას ჩასმოლა ის ტიპი გატყუებდეს არა ბიჭო არ დალიო ბიჭო არ დავლევ ხომ ამას რაღა შეფუთავს თავიდან შეჩემა ეხა თოკი არის არა ვიეტნამიდან ვინ ჩამოიტანა მე ეგ მაინტერესებს თან შუშაში ეგ არის რითი წამოიღო ვიეტნამიდან ხო და აქ რაღაცა გაუგიათ ალბათ თავსახურია და ყარაყი არის რაღაც ეგეთია ხო ორაკია მსგავსი არის პიტაურის სულ ხო დაასხი რა უნდა დაასხოს ჩამო ბიჭო თუ არაია არ დაიბერე იმაში ვარქრობს ჩასხი უკან შეკარგა მოტყნო არ მინდა მოდი დავით გადაუსხი დავით ეს არის ჩვეულებრივი არაყი არის ჭაჭა არის ხო გიხარი შეიძლება ჭაჭას არის ექნა იმენა 26 მაისს გილოცავთ და ბიჭო რატოს შენ ანუ რა საკეთებ შეჭი ჯო გველი იჭმება შეჩემოდა არ არა ზოგადად გველი იჭმება ის ნახე ზოგადად ის ნაყოფი ზოგადად გველი იჭმება ხო გაგიხსენით ეხლა ვსო ხო გაგიხსენით აჰა